Lita mamisata და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. თქვენ იცით რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა ჩვენი ეკლესიის სინოდის სხდომა. სხდომასთან დაკავშირებით მანამდეც მის შემდეგ ასევე იყო გამოთქმული სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებული პოზიციები ამა თუ იმ დამთავრდა თუ სამდევლო პირთა. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი იყო ორი საკითხი. პირველი, რომელიც ეხებოდა საბერძნეთში კუნძულ კრეტაზე ჩატარებულ კრებას და მეორე საკითხი, რომელმაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, სწავლულ სწავლებას, პირველქმნელი ცოდვის და უნათლავად ცხოვრების შესახებ. რაც შეეხება პირველ საკითხს, კრებასთან დაკავშირებულ საკითხს, გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო შეფასება კრეტაზე ჩატარებული კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებების. თუმცა საქართველოს ეკლესიამ თავისი არ ჩასვლით, ასევე გამოქვეყნებული სინოდის კრებამდე გადაწყვეტილებებით შეაფასა თავისებურად ეს კრება, რატომღაც სინოდის კრებაზე გადაწყვეტა შექმნილიყო კომისია, რომელსაც კიდევ ცალკე აქვს ახლა სამსჯელო, რომ შეაფასოს კრეტაზე ჩატარებული კრება. ეს გაუგებარი. მეორე საკითხი. საერთოდ არ ყოფილა საუბარი ძალზედ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მწვალებლობას, ზემოაღნიშნულ მწვალებლობას, რომელზედაც ჩვენ არაერთხელ უკვე გვისაუბრია. არის სამდევლო პირთა გარკვეული ჯგუფი, მე მათ ასე უწოდებდი შმემანის დაჯგუფებას, თქვენ იცით, გვისაუბრია ამის შესახებ, რომ თავის დროზე არსებობდა ასეთი დაჯგუფება, რომელიც შეიქმნა ემიგრანტული ეკლესიის წიაღში, ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში, ბულგაკოვის, შმემანის, მეინდორფის სახით და მათი თანამოაზრეების შემდეგ მან გავრცელება ჰყოლა დღევანდელ რუსეთში, მენის, ოსიპოვისა და კურაევის სახით და სწორედ აი ამ დაჯგუფების თანამოაზრეები გახდნენ საქართველოში სამდელოთა ერთი ჯგუფი. და აღინიშნოს, რომ რუსეთის ეკლესიაში მსახურება შეჩერებული დიაკონი კურაევი სულ ცოტა ხნის წინ აქაც კი ბრძანდებოდა მათთან შეხვედრაზე, რომლის სწავლებებიც, რა თქმა უნდა, მიუღებელია ეკლესიისათვის. აქედან ჩანს თუ საიდან იმოძღვრებიან ეს ხალხი. ეხლა რაც შეეხება თვითონ საკითხს, მე მინდა მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული მაგალითებით გადმოგცეთ თქვენ ყოველივე იმის შესახებ, რაზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი წინა გადაგებებში, ზოგადად, ეხლა მინდა დეტალურად ეს ყველაფერი განვიხილოთ იმისათვის, რათა სწორი წარმოდგენა შეგექმნათ ყველაფერზე, რაზედაც ჩვენ საუბრობთ. შმემანის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი მღვდელი ამბობს, ადამიანის პიროვნული ცოდვა ჩემზე არ არის გადმოსული. თუ ადამიანის დანაშაული მე ღმერთის წინაშე დამნაშავეს მხდის, სად არის სიმართლე? ამ სამდელო პირის სრულსწავლება იდენტურია მე-5 საუკუნეში მოღვაწე ბრჭყალებში პელაგიოსისა და ცელესტის მწვალებლური სწავლებისა. კერძოდ ეს მწვალებლები ასწავლიდნენ. პირველი, ადამიანის ცოდვამ ავნო მხოლოდ მას და არა მთელ კაცობრიობას. მეორე, არ არის სწორი, რომ მთელი კაცობრიობა ექვემდებარება სიკვდილს იმიტომ, რომ შესწოდა და მოკვდა ადამი.
მესამე, ახალშობილი ჩვილი იმყოფება იმავე მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებოდა ადამი ცოდვით დაცემამდე. ანუ ამ სამღვდელო პირის სწავლება და მწვალებლების პელაგიოსისა და ცელესტის სწავლება არის იდენტური. კართაგენის ადგილობრივმა კრებამ განიხილა ცელესტისა და პელაგიოსის სწავლებები და საჯაროდ დაგმო ისინი. კართაგენის ადგილობრივი კრების ასმიათე კანონი ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებლად. ასევე განსაზღვრულ იქნა, რომ ვინც უარყოფს და არ აღიარებს ცოდვათა მისატევებლად მონათლულ ჩვილთა და დედის მუცლიდან ახალშობილთა ნათლობას და ამბობს, რომ ისინი არ საჭიროებენ მეორე ჩობის საბანელით ადამის მიერი ცოდვისა და იქიდან წარმომავალი ჭუჭყისაგან განწმენდას, რომ მათი ნათლისღების სახე არის არა ჭეშმარიტი, არამედ მოჩვენებითი, შეჩვენებული უნდა იყოს, ვინაიდან სხვანაირად არ შეიძლება გავიგოთ. მოციქულის მიერ ნათქვამი, რომ ამისათვის, ვითარცა იგი ერთი სამის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვის აძლით სიკვდილი და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესწოდეს. ამას ამბობს პავლე მოციქული რომელთა მიმართ ეპისტოლეში. ეს უნდა გავიგოთ ასე, როგორც ესმის ყოველ ნაწილში განფენილ კათოლიკო, ანუ საყოველთაო ეკლესიას. სარწმუნოების ამ კანონით ცოდვათა მისატევებლად ჭეშმარიტად ნათელს იღებენ ჩვილნიც, რათა განიწმინდონ ისინი მეორე შობით იმ შეწოდებისაგან, რომელიც მიიღეს პირველი მამისაგან, ანუ ადამისაგან, თუმცა მათ არ შეუძლიათ თვითონ ცოდვის ჩადენა. ანუ ჩაისახება თუ არა ბავშვი დედის წიაღში, ის უკვე მატარებელია ადამის პირველ ქმნილი ცოდვისა, რასაც ეწინააღმდეგება ზემოთ ხსენებული სამღვდელო პირი შმემანის დაჯგუფებიდან. მიუხედავად ამისა, ცრუ სწავლება მაინც ვრცელდებოდა, რის გამოც საჭირო გახდა მესამე მსოფლიო კრებას განეხილა და დაეგმო აღნიშნული საკითხი. წმინდა კრება სამართლიანად მიიჩნევს იმ პირის სასულიერო ხარისხიდან განკვეთას, რომელიც სასულიერო დასიდან განდგება და ცალკე ან საჯაროდ ნესტორის ან ცელესტის მოძღვრების გაზიარებას გაბედავს. ანუ საეკლესიო კანონმდებლობით ასეთი პიროვნება ექვემდებარება სასულიერო ხარისხის აყრას და განკვეთას. ადამის ცოდვასთან დაკავშირებით წმინდა წერილი გვასწავლის, ვითარცა იგი ერთი სამის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით სიკვდილი და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესწოდეს. ანუ კვლავ რომელთა მიმართ ეპისტოლეს ეს ეპიზოდი. დაებრივი ოქროპირი გვასწავლის, საუბარია იმაზე, რომ ერთი ადამიანის ურჩობის გამო მრავალნი ცოდვილები გახდნენ. რა თქმა უნდა, იმაში გაუგებარი არაფერია, რომ ყველანი, რომლებიც იმისაგან წარმოდგნენ, ვინც შესწოდა და მოკვდავი გახდა, ასევე მოკვდავები გახდნენ. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი. რას ნიშნავს, რომლითა ყოველთა შესწოდეს? იმას, რომ ადამიანში ყველამ შესწოდა. როდესაც იგი დაეცა, მაშინ მისგან ისინიც გახდნენ მოკვდავნი, რომელთაც არ ჰქონდათ აკრძალული ნაყოფი ნაჭამი. თითქოს და ისინი თავად დაეცნენ, იმიტომ რომ იგი დაეცა. მოციქულ სულს დაგვიმტკიცოს, რომ აკრძალული ხის უჭმელნიც და შეუწოდებელნიც მსგავსად ადამიანის მისი ცოდვის მიზეზით შეერთდნენ, შემწოდეთ და მოკვდოდნენ. რაც შეეხება უნახლავ ჩვილთა ცხონებას. შმემანის დაჯგუფების წარმომადგენელი მღვდლები ამბობენ, მოუნათლავი ბავშვი, რომ არის მოუნათლავი, ეს არ არის ამ ბავშვის ბრალი. რადგან არ არის ამ ბავშვის ბრალი, მე მაგალითად ესეთ ბავშვებს ჯოჯოხეთში ვერ გავუშვებ. ვინ გეკითხება შენ?
ჯოჯოხეთში გაუშვებ თუ არ გაუშვებ. სად მიდის ამ ადამიანის კადნიერება და ამპარტავნება? ღმერთზე უფრო მოწყალე გამხდარა. ჩემი ნება რომ იყოს, ანუ მისი ნება რომ იყოს. მე ვარ ნაგავი, ცოდვილი და არ სიყვარული არ შემიძლია, მაგრამ ამ ბავშვებს ჯოჯოხეთში ვერ გაუშვებ. ესე იგი ღმერთი გაუშვებს და ეს მოდელი ვერ გაუშვებს. ამბობენ რომ ესეთი სწავლება, რომელიც ახლა მე ვთქვი, არის დოგმატური დარღვევა, მაგრამ მე ძალიან ბევრი რამ წამიკითხავს. ძალიან ბევრი რამ მოუწია ჩემთვის სასაკითხად, მაგრამ მე ვერ ვნახე დოგმატი ეკლესიაში, ანუ სწავლება ეკლესიური, რომელიც მოუნათლავთ შვილებს, მით უმეტეს მუცელში მოწყვეტილებს მძიმე ჯოჯოხეთში უშვებს. მეორე სამღვდელო პირი ასე ამბობს ამ დაჯგუფებიდან. კანონი არ არსებობს ახლა, ბავშვი ცხონდა თუ არ ცხონდა. ასე ამბობს თვითონ ცოტა გაუგებარია რას ლაპარაკობს, მაგრამ საერთოდ ეკუმენისტების ლექსიკა ესეთია, რომ გაუგებრად ილაპარაკონ, რომ ლავირების საშუალება მიეცეთ, თუ ასე ვთქვათ, ბოლომდე მიაწვევი, რომ გამოსავალი დაიტოვონ. ეკლესიის სწავლება ამასთან დაკავშირებით. წმინდა წერილი. უკვე თუ ვინმე არ იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა. იოანეს სახარება ამბობს. კართაგენის კრების 100-ათე კანონი. ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებელად. აღმოსავლეთ პატრიარქთა ეპისტოლე 1723 წლის. წამს რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება მცნებად მოცემული ჩვენ და უფლის მიერ და აღსრულებული წმინდა სამების სახელით. რამე თუ უიმისოდ ვერავინ ცხონდება, როგორც ამას უფალი ამბობს იოანეს სახარებაში. ამიტომ იგი ყრმებსაც ჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველ ქმნილ ცოდვას, უნათლავად ვერ მიიღებენ ცოდვათა შენდობას. წმინდა იოანე ოქროპირი. შენ იტყვი, ვითარმეთ შეუძლებელ არს მეორე ჩობა, ხოლო მე ვიტყვი, ვითარმეთ არათუ ოდენ შეუძლებელ არს, არამედ საჭიროცა რამე თუ თვინიერ მისა არა იქმნების ცხოვრება, რამე თუ ქვეყნისა და ხორციელი შობა მიწისაგან არს, ამისთვისა სულიერისაგან შორს არს იგი, ხოლო იგი შობა სულისა არს და ადვილად შეიყვანებს სასუფეველად. ისმინეთ უნათლავნო და შეძორწუნდით ამის ბრძანებისაგან. საშინელ არ სიტყვა ესე, რამე თუ შეუძლებელ არსო შესვლა სასუფეველად, რომელი არა შობილ იყოს წყლისაგან და სულისა. წმინდა მაკარი დიდი. თუ რაიმე უწესრიგობის გამო მუცელშივე მოკვდება შვილი, მაშინ აუცილებელი იქნება ექიმებმა მიმართონ მჭრელ იარაღებს და მაშინ შვილი გადადის სიკვდილიდან სიკვდილში, ბნელიდან ბნელში. რა არის ეს მეორე სიკვდილი თუ არა სულიერი სიკვდილი? ღმერთისაგან დაშორება, რომელიც მოყვება ხორციელს. ესე იგი მუცელში მოწყვეტილი კვდება სულიერი სიკვდილითაც. დედის მუცლის ბნელიდან გადადის ჯოჯოხეთის ბნელში. კვლავ წმინდა მთავარი იოანე ოქროპირი. იგი წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახარების განმარტებაში ამბობს. რაჟამს ცხოვრება იმოვიდა ჩვენ და დაიხსნა ძალის სიკვდილისაი და ვინაიდან ნათელი გამოფწყიდა ბნელი არღარა არს, არამედ გიეს მარადის ცხოვრებაი ჩვენ შორის და სიკვდილი ვერ შემძლებელ არს ძლევად მისა. ესე იგი წმინდა იოანე ოქროპირისათვის ნათელი არის ცხოვრება, ანუ გადარჩენა, ბნელი კი სიკვდილი. აი ასეთია სწავლება ეკლესიისა ამ საკითხთან დაკავშირებით. მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, როგორც სამღვდელო პირებთან, ასევე ერის ადამიანებთან ერთად. ჩვენ ვთხოვთ ამ ადამიანებს, რომ შეწყვიტონ ცრუ სწავლების გადმოცემა,
შეწყვიტონ ადამიანთა ცდომილებაში შეყვანა, დაადგნენ სინანულის გზას, საჯაროდ შეინანონ თავიანთი ცდომილება. თორემ კიდევ ვიმეორებ, რომ არსებობს საეკლესიო კანონმდებლობით აღნიშნული სამართლებრივი გადაწყვეტა ამ საკითხისა. ცელესტი და ასევე პელაგიოსი მათზე უფრო ნაკითხნი იყვნენ, მაგრამ ისინი განიკვეთნენ ეკლესიიდან. ნუ დადგებიან ამ გზაზე, განკვეთის გზაზე. ჩვენ მათი დასჯა არ გვინდა. ჩვენ გვინდა მათი გადარჩენა და მათი თანამოაზრეების ასევე გადარჩენა. ეს არის ჩვენი პოზიცია. დაუფიქრდნენ, დაუკვირდნენ, ვინ დადგა მათ გვერდზე. დადგა მათ გვერდზე ის ძალები, რომელიც ამდენი ხანია მტრობს ეკლესიას. ბოკერია, ჩორგოლეიშვილი, ალბათ დიდი პატივი ხა ამბიონიდან რომ მათ ვასახელებთ, მაგრამ მათი ასე ვთქვათ, მანქანა ამუშავდა. ანუ ჩვენი გათვლა იყო სწორი. როდესაც ჩვენ ვამხილეთ ეს სრულ სწავლება, მთელი მანქანა ამუშავდა. ტელეარხები თუ ინტერნეტ არხები, რუსთავი 2 თუ ტაბულა, კავკასია თუ სხვა ინტერნეტ საშუალებები ამუშავდა ჩვენ საწინააღმდეგო. უამრავი ცილისწამება, უამრავი შეურაცხყოფა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ნიაღვარი წამოვიდა ჩვენზე, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რაც უფრო მეტად მაღეზიანებენ მე პირადად, მაქვს ესეთი იმუნიტეტი. კიდევ და კიდევ უფრო მეტი ძალა მემატება და უფრო მეტი სტიმული მეძლევა მათთან ბრძოლის. და მინდა შევახსენო, ასევე გვებრძოდნენ ჩვენ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერები, მათი ერთგული ბოსების სახელმწიფო დეპარტამენტიდან მეშვეობით. მაგრამ რა მიიღეს? გაქცეული სააკაშვილი და მასთან ერთად წასული გროვა, ვაი ქართველებისა, თუ ქართველები არიან საერთოდ და ნარჩენები მათი დარჩენილი აქ. ხო და არ გვინდა ჯობია დარჩნენ აქ, იყვნენ სინანულში, იყვნენ, იქნებ ეკლესიაშიც მოვიდნენ, ნუ გაგვაღეზიანებენ ძალიან. თორემ მათი გზაც ისეთივე იქნება სამწუხაროდ. საქართველოს დატოვება, თორემ ღმერთი რომ დატოვებული აქვს, დიდი ხანია ცნობილია. მათაც სინანულს უსურვებთ. ჩვენთან არის ღმერთი და გაგვოცოთ და გაგვოთ.